ქართველობა ნიშნავსო ეთნიკურად ქართველს, ჰეტეროსექსუალს და მართლმადიდებელს. ქართველობა მარტო ეთნიკურად ქართველობა არ არის. მე არ ვარ ეთნიკურად ქართველი და ჩემი სისხლი შემოწმან, იქ ქართველი იქნება 25%. დანარჩენი სხვა ეროვნების სისხლებია, მაგრამ ვინმე ხო არ მეტყვის ქართველი არ ხარ. არც მარტო მართლმადიდებლობა არ არის ქართველობა, აჭარაში უამრავი მუსლიმია, რომელზეც ვერ იტყვი რომ ქართველი არ არის. ისეთივე ქართველები არიან, როგორც თქვენ. ჩვენთვის ქართველობა ნიშნავს რაღაც ისეთ ღირებულებებს, რომელიც ქონია, გამოგვადგა და დღესაც გვინდა მაგ ღირებულებით ვიცხოვროთ. ქართველობა რა თქმა უნდა ნიშნავს იმას, რომ შეგეძლოს ქართულად ლაპარაკი. ქართველობა ნიშნავს, რომ იცოდე შენი ისტორია, კრიტიკულად იცოდე და ქართველობა ნიშნავს, რომ ამ ისტორიის გამოცდილებით დღეს ცხოვრობდე იმ ღირებულებით, რომელმაც ისტორიაში კარგი გაგვკეთა. ქართველობა ნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიის მფლობელი ქართველი უნდა იყოს. ქართველობა ნიშნავს, რომ თავარი ღირებულებები, რაც დიდ რელიგიებს აქვთ, მათ შორის ქრისტიანობას, იქნება ეს არ მოტყუება, არ ძალადობა, სუსტის არ დაჩაგვრა, საკუთარ თავზე ბატონ პატრონობა, თავის უფლება, ანუ შენი თავისვე უფალი რომ ხარ. ამ ქვეყანაში დომინანტი უნდა იყოს ეთნიკურად ქართველი და ქართული კულტურა. დომინანტს რას ეძახი? ანუ ვიღაცა ქართველი თუ არ არის ის დავჩაგროთ მაგის გამო? მე მგონი ესე უნდა მოხდეს. ჩვენ უნდა დავждდეთ და მოვიფიქროთ ჩვენ როგორ გვინდა ცხოვრება. აი მე და თქვენ. საჯაროდ დავждდეთ, დავილაპარაკოთ, გავითვალისწინოთ ჩვენი წარსული, სხვა ერების გამოცდილება, გავითვალისწინოთ ის რელიგია, რომელიც ამდენ ხანი მოყვებოდა და იქიდან ამოვკრიბოთ, საღია ჭკუა ხომ მოგცა ღმერთმა, ამოვკრიბოთ სწორი რა არის, არასწორი რა არის, ასეთი ქცევები. და ეგ წესრიგი დავამყაროთ. თუ ამ წესრიგს დავამყარებთ, ვინც მე ჩამოვა ჩვენთან აქ საცხოვრებლად, მოუწევს ამ წესრიგთან შეგუება. და ასე ცხოვრება. თუ ამ წესრიგს ვერ შეეგუება, მაშინ თვითონ მიხვდება და წავა დაგტოვებს. ხო და აი ეგ არის სწორი გზა და არა ვინმე ან დნმ-ით გამოვარჩიოთ, ან რაღაცა რელიგიით გამოვარჩიოთ, ან რამით. სწორი წესრიგი ერთად მოვიფიქროთ. დავარქვათ იმას ჩვენი რაც კავკასიური ტრადიციები რაც მოყვება ის გავითვალისწინოთ, ამოვარჩიოთ რა მოგწონს. და ეგ იქნება სწორი.